49 მილიონი ევროს ღირებულების 99,000 ტონა საწვავი საქართველოდან ესპანეთში მხოლოდ 1 წლის განმავლობაში შევიდა. გაურკვეველი წარმომავლობის ტონობით ტვირთის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტ გამომძიებლები აქვეყნებენ და ეჭვობენ, რომ ევროპის ქვეყნებში ცივილიზებული სამყაროს მიერ დასანქცირებული რუსული ნავთობი საქართველოდან გადის. Აი ფაქტის 5 თვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება რუსული ნავთობი და ჩვენ თუ აქამდე გიყვებოდით, როგორ ხდებოდა საქართველოდან რუსეთში აკრძალული პროდუქტის, ასე ვთქვათ, შეტანა, ეხლა ფაქტობრივად პირიქით ხდება, საქართველო გახდა, ასე ვთქვათ, რეალიზატორი ქვეყანა რუსეთისთვის, რომ სანქცირებული ნავთობი კვლავ გაყიდოს ევროკავშირის ქვეყნებში. ამის თქმის საფუძველს ჟურნალისტებს რამდენიმე გარემოება აძლევს. მათ შორის ის, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა. ამის გარდა ევროპაში ქართულად საღდება იმაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი, ვიდრე საქართველო მოიპოვებს. ექსპორტის რესურსი საქართველოში მოპოვებულ ნედლეულს არ აქვს, რადგან მოპოვებული ნავთობის მოცულობა მინიმალურია. არის თუ არა საქართველოს შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად. ჟურნალისტ გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ საქართველო რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგებაშია ჩართული, რომელსაც ევროპაში ნავთობის გატანა, ეკრძალება და სანქცირებული პროდუქტის გასასაღებლად ალტერნატიული გზები სჭირდება. აი ამ ექსპორტის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. ანუ საქართველო არ ამბობს, რომ მან ესპანეთში გაყიდა ნავთობი, როდესაც ესპანური მხარე თავის ოფიციალურ სტატისტიკაში აფიქსირებს, რომ საქართველოდან შეისყიდეს ქართული წარმოშობის 99,000 ტონა ნავთობი. არის მონაცემები ესეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად 2022 წელს იტალიაში გავყიდეთ თვითმფრინავებისთვის საჭირო ნავთობი, ისევ არაფერი არ არის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობი ევროპის ქვეყნებში აღარ შედის, რის გამოც ოკუპანტ რუსეთს ახლა მარშრუტებსა და ახალ ბაზრებზე გადასვლა მოუწია. ანუ გამონახეს სანქცირებული პროდუქტის რეალიზაციის გზები. საქართველო კი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა. სპეციალისტების განმარტებით, რუსული სანქცირებული ტვირთები ევროპაში მესამე ქვეყნიდან, უფრო კონკრეტულად, საქართველოს გავლით უპრობლემოდ შედის. რუსული კომპანიებისა და პროდუქციის სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ რუსეთის სასარგებლოდ საქართველო გახადა ფაქტობრივად სასაწყობე მეურნეობად. ხშირია შემთხვევები, როდესაც ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული ტვირთები ხდება რუსეთში მესამე ქვეყნის გავლით, ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არიან რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირში. აღნიშნული ქმედება, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს, ეს არის სანქციებზე თავი გვერდის ავლა და აღნიშნული ქმედება, რა თქმა უნდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს. საქართველოს ტერიტორია, რომ რუსეთისთვის შავი ხვრელია და სანქციებისგან თავის ასარიდებლად წარმატებით იყენებს, ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს. მათ შორისაა ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი. იმის შესახებ, თუ როგორ შედის საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების სანქციების გვერდის ავლით. საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი თავად იმყოფებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან. გარდა ნავთობპროდუქტებისა, ასევე ნედლი ნავთობის არაერთხელ აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო გადაზიდვებით შემოსულა საქართველოში, ესეც არაერთხელ გამოსაჯაროებია და ისიც ევროპის მიმართულებით მიდიოდა, როგორც სხვა ქვეყნებში წარმოებული ნედლი ნავთობია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკური მაჩვენებლები, სტატისტიკური აცდენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს აქცია რუსეთის უკანა ეზოდ. რაც უფრო მეტი ჟურნალისტური გამოძიება ვრცელდება, მით უფრო აშკარა ხდება, რომ საქართველო ოკუპანტი რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო საყრდენია. უდიდესი რეპუტაციული ზიანის გარდა, ფაქტია, რომ საქართველო რუსეთისთვის სულ უფრო ახლო მოკავშირე ხდება.